დილამშვიდობის ხალხო რა ფერხან მე სველია ერთი წამით ეს ვამიფინო წვიმს ამოვიდა ყელში რა მიუხედავთ იმისა რომ წვიმა ძალიან მიყვარს ეზოდო ისე ჭამე რატოა ჭამ ჩემოლამ ჭამ მიუხედავად მაგისა რომ მართლა უზომოდ მიყვარს წვიმა და არ მბეზრდება და რაღაცა არც ეხლა მომბეზრდებოდა მაგრამ ეხლა რაღაცები მაქვს გარეთ გასაკეთებელი და აი მაგიტომ მიზარება გარეთ ყოფ გარეთ რა კუხნაში ის უნდა გავთუთქო რა ქვია ისპანახი გავამზადო მაცივარს ჩავდებ რომ კონდეს მზად ვიფიქრე რომ ხა თან ყავას დავლე მეთქი ან ვიდეოს ჩავწერთ ხო და ისე გავარჩა მაგრამ მამაკ ნესტიანი წუხე როგორც კი ვიბანავე და ოდნავ შევიშრე მე ცხელი პირსაწმინდი დავიხვიე თავზე რომ აი ერთს რომ მქონდა დამეძინა ჭამე ესა მეორესაც შეჭამ ხო და ისა ნესტიანმა გავიღვიძე ისევ რა და ცოტა გამიშრეს მეთქი და მე ბარემ ჩავალ დედა ვის უღრენ შენ ეგ ბავშვი არ მოდის შენ არ შეჭამე შენ ჩემი ლამაზი გუშინ ვიყავით ტაძარში და რა ქვია მაიკო სალამაი გაგამწერებში მომწერა რომ ძღვენი მოგართვითო ზე მომიტანა ღანძილი და პატარა ჩასაცმელები ვაიმე ირას საყვარელი შარლები არის ეგრევე შევიტანე და შევინახე ხო და აი ღანძილი მაგ გასაკეთებელი მაგრამ მაგას ანუ უნდა ისაქნეს რა გაითუთქოს ეგეც და მაგას კუხნაში ვერ ვიზავ იმიტომ რომ კუხნაში ბევრი რამე უნდა გავაკეთო კიდე და ცოტა სუნი ისეთი აქვს მე არა მაქვს რეაქცია მაქვს სუნზე და ნივრი სუნია რა არაფერი მაგრამ გასასვლელი რო ხარ ერთი კიდე მაგაჭამოდები ხო და ეგ უნდა დავთქო გარეთ აი ზუნძლიან გაზზე რა მაგას გავაკეთებ მან და აი სარბენი რომ აქ რაღაცები მეზარება ეს წვიმა ძალიან მაგზა არ არის მაინც უნდა გავაკეთოთ ზეი დღეს ვაკეთებ ღანძილს ვაკეთებ ისპანახს თუთქავ რა და უნდა შევწვა ბადრიჯანი და დავამაცივრო და ხვალე უკვე მთელი დღის მანძილზე მაქვს დრო მაგრამ ისა ხო რაღაცა დასაწყობი მაქვს რა რას როდის გავაკეთებ შეიძლება საღამოსაც რამე გავაკეთო ნახოთ ცოტა საქმე წინ წავიგდო გუშინ ტაძრიდან რომ მოველით სადღაც პირველიდან ორამდე საჭმელი რაღაცეები ხო ისა ვქენი რა და შევჭამეთ რას უყველამ ერთად რაღაცა და მეთქი სანამ წავალთ კიდე 12 სახარება იყო გუშინ 12 ვნების სახარება და მინდოდა ძალიან დასწრება თუ ფეხი არ გამიხურებდა საქმეს და ესენი რომ დაბლა რაღაცები მოვაწესრიგე ის ქათმებს წიწილებს ვაჭამე კიდე და რაღაცა წამოვწექი აქ და წამოვწექი თუ არა ვიღაცამ დაიწახა და ადალაშამ გახედა აი იგივე ადგილას გახსოვთ ის კატას რომ მანქანა დაეჯახა აი თეთრიანი ფუმფულა ნუ საყვარელი რომ ყავდა აი ძალიან საყვარელი კატა რო იყო თვითონ რო იცოდა მოფერება გემახსოვრე იგივე ადგილას პანდას ქონდა დაჯახებული მანქანა აი მე როგორ შევეცოდა
არა და გუშინ დილით აქ იყვნენ და აი აქ იწვდა ისა ავიყვანი ისე მოვეფერე აი რაღაცნაირი წყნარი გიყურებს აი ესე ზის და გიყურებდა აი გეგონება ის შენ კი არ გიყურებსო აი სულში იხედებო ესეთი აი ესეთი ისა ხონდა აი როშიო და როსწყურო და ირა არა მოიღებდა ხმას რაღაცნაირი იყო და მოვიდოდა და გეფერებოდა და გუშინ დილით აქედა რომ გავუშვი არ ავტოვებთ ხოლმე კატებს ხა ხო და გავუშვი მოვეფერეთ ჩავეხუტეთ ჩემი ლამაზი მეთქი ისა ნაზი ბიჭი ხარ მეთქი რაღაცნაირი ძალიან იგეთი იყო რა მამალი იყო მაგრამ ძალიან ტკბილი იყო ხო და იგივე ადგილას გადავლილი კი არ ქონა იცი რაზე მეშლება ნერვები ჯერ ხო აი სხვისიც რო დავინახო და რაღაცა ცუდად ავხდები მაგას ისეთი ადგილია იქიდანაც უნდა შემოუხვიო აქედანაც უნდა შეუხვიო და ისეთი ადგილია რომ ანუ ეგ ეს სწრაფად რო დადიხარ განან გადავლილი იყო არა დაჯახებული იყო სახეზე ჰქონდა მიჯახებული მანქანა აი ისეთი ადგილია რომ ბავშვები მოძრაობენ ხშირად ხალხი მოძრაობს ფეხით აი ხო შეიძლება ისენელა გაიარო რომ კაი კატა კაი გადმოხდა და უცბად იცის ხან ისე იცის რომ გეგონება რომ იქით იმირბის უცბად შეიძლება რომ რაღაცა და ბურბლებში შეგივარდეს მაგრამ იქ ხო შეიძლება ადამიანი და ბავშვი დაგხვდეს ბავშვები დადიან ველოსიპედებით კვადროებით სირბილით ბურთით რავი ყველაფრით დადიან და ისეთი ადგილია რომ ორივე მხრიდან თუ არ დაანელავე მანქანა ანუ ორივე მხრიდან მოსახვევია და ისე როგორ უნდა შემოხვიდე რომ კატას დაეჯა ხო შეიძლება იმ კატის ადგილას რო სხვა იყოს ხო და ჩვენმა მეგობარმა დაიძახა რა რომ გაველი ისა ლაშას დაუძახა და გაველი და ესე კატა პანდა იწვა და გვერდზე ედგა დათო მაგაზე დაუძახა მაინც გითხრაო ავიყვანეთ ჩავეხუტე და ის შემოიყო ეხა ორი მცუქანა ორი ვირგლა ორი ცხოველი მოვდიდი დასთან ბიჭო შენ შემოცხოვრება ბიჭო გარეთ ნუ დადიხართ ისეთი დამფრთხლები იყვნენ მერე ესენი ისეთი შეშინებულები რომ რა იყოს ხო გრძნობენ არა იმ ადგილას დატრიალებდნენ აი მაშინ რომ ამის ცალს დაეჯახა ეს უნდა გენახათ რა დღეში ხო და ესე ის იყო მე ანუ აქამდე არ შემოვიყვანეთ რა რომ ნინოს ხა ესენი დიდები არიან და რა თქმა უნდა შეეცოდებათ ხოლმე და რაღაცა მაგრამ ნინოს პირდაპირ რეაქცია აქვს ხოლმე იგივე რაც მე მქონდა ბავშვობაში და ისე მაინც გაიგო მე იმიტომ რომ აი ზუსტად იმ პერიოდში სად არის ეს ორივენი შემოვიყვანი აქა და პანდა სად არის იმიტომ რომ ესენი თუ აქ იყვნენ ის ყველა ვარიანტი შექმნა ყოფილიყო ესენი თუ აქ არ იყვნენ ის მაინც აქ იყვნენ იმდენად სხვანაირი რაღაცნაირი იყო თავისთვის იყო ხო და ის ამეთქი ბაღში და ის მეთქი მე მგონი ეხა დავინახე მე ცოტა ხანი ისაუქენი და მოვატყუე ხო და ზუსტად იმ პერიოდში კითხულობდა ზუსტად რა ლაშა მოთხა მე ხო და მე მევთხარი აბა მიდი ხა ჩქარა მეთქი დაიბარე პირი მეთქი ჩქარა და წავალეთ თქო ისევ ჩქარა წავიყვარე და გავედით ტაძარში და ესე უეჭველი
უეჭველი ბაცაცოსაც დაჯახებული ყავდა მანქანა. ხო იცი იმ მომენტში აი რო ხდება დაჯახება, რო ხდება დაზიანება, იმდენად რეფლექსურია მოძრაობა, რომ შეიძლება ჩვეულებრივ შემოვიდა რაღაცა, მაგრამ რაღაცა დაუზიანდა შიგნით. ბაცაცოც შორს არ გადიოდა, თუ გადიოდა იქ მოვიდოდა და არც ვაძლევდი საშუალებას რომ გასულიყო ბოლომდე, იმიტომ რომ როგორც კი თვალს მოიფარჯე, ხო სულ ამოქოლილი მქონდა და როგორც კი გავიხედავდი და ვიფიქრებდი რომ ეს უეჭველი გაცურა აი წამებში შემომყავდა უკვე წამებში დიდი ხანი არ იყო. ეგ ის დღე მე რო თბილისში ვიყავი ექიმთან და სკოლა და ცეკვა და ეგეთი რაღაცები ჰქონდათ ბავშვებს ისე რომ ის მომენტი ზუსტად ის დღე სავარაუდოდ გაიპარა. და უეჭველი მასაც მანქანა ჰქონდა დაჯახებული. ყავა აქ დავდგე, არ ვიცი გესმით თუ არა, ბრახაბლუხი იმის როდუღს. აქ დავლევ და მე მგონი თმაც გამიშვა რა. აუ ხალხო, თქვენ კი წინაზე გითხარ. ამასთან დაკავშირებთ, ეხა ქოთანი მოვიტანი, ამას გადავკავ. წესით გუში რომ ექნა, კაი იქნებოდა, მე როგორ გუში ფიზიკურად ვერ შევძელი ვერაფერი. და როდით ხუთშაბათს როგორც ბანაობაა კარგი, ისე სცენარეების ეს სიტუაცია რა. შეხედეთ, აი ეს რაც ახლა გაყვითლებული აქვს, მსგავსად გაუყვითლდა და აი ამ ტოტზე ხა არაფერი არ აქვს ამ ტოტზე და მოვაცალე. ეს იდგა სრულ რო ვიყიდე სრულიად პემზაში. ხო და გადავიტანე მერე. თქვენ კი რომ რაღაცა მითხარით რომ მაგ შემთხვევაშიო ძირიო უმსხვილდებაო და რაღაცაო და არაუშავრო ამოიტანსო და ეხა ეს ხომ ეხა ამან დაიწყო ისა. ეს უკვე გადატანილმა კაი მიწაში მიდგა, ტყის მიწაში მიდგა და პლუს დრენაჟი აქვს და ყველაფერი აქვს. ეხა ამ ტოტმა დაიწყო გაყვითლება და ანუ ფესვები ჰქონდა დაზიანებული, დავაცალე ის დაზიანებული ფესვები და ახლებიც იყო გამოტანილი და ვიფიქრე რომ გადაიტანს თქო და თქვენ რას მეტყვით ვინც ყვავილებთან ამ ყვავილთან გაქვთ ესეთი ის რომ ხო არ განფუჭდება რა. ან რა შეიძლება რომ ისა ვქნა, იმიტომ რომ ის რომ მოვაცალე ის დაზიანებული ფესვები ახლებიც ხო ჰქონდა გამოტანილი. გავრეცხე, კარგად ჩამოვაშორე ის ძველი მიწა ის რაღაცეები შევამშრალე და ისე ჩავდგი. და იმის მერე ძალიან ცოტა წყალი დავუსხი, რომ ხა მაინც ინესტი ჰქონდეს მეთქი, მაგრამ არ მინდა რომ დალპეს. ხო და ვუყიდე ხავას კაი ქოთანი დაბლა მაქვს. გადავიტან, მაგრამ ჯერ მინდა რომ აი დავწუნდე რომ კარგად არის, მომდენ გადატანა გადმოუტანაში სულ არ დავაზიანო. ჩემი ყვავილი. ჩემი ლამაზი. ხო, ის კიდე ბაცაცო. ხო გითხარით აი ეს ყვავილი შეჭამა. პაწაწინა, აი ამ ხელა მედგა და ის დაღეჭა უბრალოდ. და მეგონა რომ ტოქსიკური იქნებოდა მისთვის და ეტყობა მეთქი ეს ნახეთ წეროსად არის. ხო და შეიძლება მეთქი მანაწინა, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მცენარე, ერთ-ერთი რომელიც აი ბავშვმაც რო გაღეჭოს საერთოდ არაფერს არ უზავს. მოვიკულია ეს პირიქით კარგია საძინებლისთვის, ნესტისთვის და ეგეთი რაღაცეებისთვის. კაი მცენარეა რა ერთი სიტყვით. ეხლა თან დავიფიქრო დღეს საჭმელზე კიდე. და შეიძლება დღეს საჭმელი გავაკეთო. იმის როგორ გდია და ბლარდი საქმე გადასულთა. ეგ ჩეკმა გაწია, ტომა მოწია. რო გაიჭიმა. კოცნი მასა. ჩაუწე ხუთზე რა. ვე მიხადრანაირად ისა მეც მოძრაობას ისეც გავაკეთებ ხოლმე, ეტყობა ესეც შიგნით მოძრაობს და მგონია ხოლმე რომ რაღაცა მემჭვალება. საჭმელი რა გავაკეთოთ? რა გვაქვს? დილით რო ჩაი და პური შეჭამოთ. აკარგო ხაშო? არა, ბრინჯი. ორივე შეიძლება გაკეთეთ. ეხლა უნდა ჩავიდე, მაგეებს დავდგავ, პარალელურად თან გავაცნობ თავებ იმას.
რა ვთქვი, რა უნდა ვქნა მეთქი? არა. იმ დროც უნდა გავამზადო. ისპანახი უნდა გავარჩი, ისპანახი. ხო და ხა. წაველი მაშინ. ყავასაც იქ დავევნენელა. და თქვენთანაც შეგხმიანებით. აბა ჰებედნე დღე ყველას იმედია თქვენთან უფრო კაია მინდი არის და ხასიათზე არ ამოქმედებს. აბა ჰე